ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა გაიხსნა, რაც ახალგაზრდებს კონფლიქტების, ისტორიული გამოცდილების და თანამედროვე საზოგადოებრივი პროცესების შესწავლის შესაძლებლობას მისცემს. ცენტრის გახსნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის, აკადემიური წრეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამომცვლელებმა სამშვიდობო განათლების, დიალოგისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი შეფასებით ახალი ცენტრი ხელშეუწყობს მშვიდობის, კულტურის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას. ცენტრის საქმიანობა დაეფუძნება უნივერსიტეტის მრავალწლიან გამოცდილებას, ისტორიული კვლევების, კონფლიქტების შესწავლისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით. უნდა აერთიანებდეს სხვადასხვა კურსის, სხვადასხვა ფაკულტეტის, სხვადასხვა სპეციალობების სტუდენტებს, რომლებიც გაეცნობიან საერთოდ ვითარებას, რა ხდება მსოფლიოში, რა პროცესები მიდის, რამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოში იმ კურსზე, რასაც ქვია მშვიდობის შენების და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკა. ახალგაზრდებში ეს თემა უნდა იყოს პოპულარული. მით უმეტეს ბათუმს აჭარას გააჩნია შესანიშნავი ტრადიცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების და აი ამაზე იქნება ორიენტირებული. აჭარის მაგალითი, აჭარის აფხაზობის მაგალითი არის საუკეთესო მაგალითი ერთიანი საქართველოს მშენებლობის. აჭარაში მაგალითი აჩვენებს, რომ არ არსებობს ეთნიკური კონფლიქტი, არ არსებობს რელიგიური კონფლიქტი, არსებობს მხოლოდ პროვოკაციური კონფლიქტი, რომელიც განხორციელდა აფხაზეთში და მე მჯერა, რომ აჭარის აფხაზები, აჭარის მშვიდობის ცენტრი, რომელიც შეიქმნა ბათუმის უნივერსიტეტში, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მედროშე და მაგალითი ერთიანი საქართველოს მშენებლობის გზაზე. ახალი პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები, სემინარები, საჯარო დისკუსიები, ასევე ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მედიაციის, მოლაპარაკებების, კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი კომუნიკაციის უნარების განვითარებას. ნამდვილად დღეს ეს პლატფორმა და ეს მშვიდობის სამშვიდობო ინიციატივების ცენტრი, რომელიც გაიხსნა ბათუმის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელშეუწყობს ურთიერთობების გაღვივებას, გაღრმავებას, ახალი თემების წამოწევას, პოლიტიკურ დიალოგს, ხალხთა შორის ურთიერთობას. ამ ცენტრის ფუნქციონირებით შესაძლებელი ხდება კავშირების დამყარება და არსებულის განმტკიცება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფ ჩვენს თანამემამულეებთან. ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საკითხებში ფართე თანამშრომლობის არეალს და მასშტაბს იძლევა და ამავდროულად არის ორიენტირებული დობის აღდგენაზე. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს სივრცე იქნება იმის შესაძლებლობა, სადაც გაერთიანდება აკადემიური ცოდნა, გაერთიანდება საგანმანათლებლო პროგრამები, ახალგაზრდული ინიციატივები და რაც მთავარია, ადამიანური ემოციები. ღონისძიების ფარგლებში ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თემატური გამოფენა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტიც გაიმართა.